ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ეგრეთ წოდებული პრაგმატული პოლიტიკის გამო რუსეთში ისევ აქებენ. განცხადება ამჯერად საგარეო საქმეთა სამინისტროში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა მიხეილ კალუგინმა გააკეთა. რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან მან თქვა, რომ მოსკოვი სერიოზულად არის განწყობილი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. კალუგინის თქმით, თბილისი ჯანსაღ პრაგმატიზმს და საგარეო საქმეებში მრავალვექტორიან მიდგომას ავლენს. პარალელურად კი არ უერთდება ანტირუსული სანქციების კოალიციას. რუსი დიპლომატი ოცნების მსგავსად ეგრეთ წოდებულ მეორე ფრონტზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს ეს უგუნური სცენარი უარყო, რომელსაც გარედან ახვევდნენ თავს. მოსკოვის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სერიოზულად არის განწყობილი, იმ პირობით, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში ხურდაფული არ გახდება. რუსეთის საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობისკენ ისწრაფვის. თბილისი ჯანსაღ პრაგმატიზმს და საგარეო საქმეებში მრავალვექტორიან მიდგომას ავლენს. საქართველო არ შეუერთდა ანტირუსული სანქციების კოალიციას და უარყო რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის უგუნური სცენარი, რომელსაც მას გარედან ახვევდნენ თავს. ამის წყალობით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკის სფეროში ბევრს მივაღწიეთ. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ გვაქვს აქტიური კავშირები, რომელსაც ხელშესახების სარგებელი მოაქვს. რა ტიპის კავშირები არსებობს ქართულ ოცნებასა და პუტინის რეჟიმს შორის, რომელსაც კალუგინის თქმით ხელშესახების სარგებელი მოაქვს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილი კრემლის კარნახით მოქმედებს და ოცნების რეპრესიული პოლიტიკა სწორედ ამით აიხსნება. მათივე თქმით, საქართველოს რუსეთთან სალაპარაკო ნამდვილად აქვს და ეს მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხს შეეხება. კი, საქართველოს რა თქმა უნდა აქვს სალაპარაკო რუსეთთან, საქართველოს სალაპარაკო რუსეთთან აქვს ოკუპირებული ტერიტორიის დემილიტარიზაციაზე, დევნილების დაბრუნებაზე და საქართველოს საკონსტიტუციო წყობილების და სუვერენული სახელმწიფო მმართველობის აღდგენაზე იმ ტერიტორიებზე, რომელიც საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია. ამ თემებზე ცალსახად გვაქვს სასაუბრო. ეხლა კალუგინი იქნება ეს ლავროვი თუ ვინმე სხვა მათი შეფასებები იმასთან მიმართებაში საქართველოს რა როლი იქნება მსოფლიო გეოპოლიტიკაში არავის არ აინტერესებს, არც მაგათთან სახში და არც ამის გარეთ. ანუ ამაზე ეს აზრები არ გვაინტერესებს, მაგრამ ის რომ საქართველოს რუსეთის ურთიერთობა უნდა შედგეს, კი, ამას აქვს თავის საგანი, ის უნდა შედგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე და 300,000-ზე მეტი დევნილის დაბრუნებაზე თავის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას. კალუგინის განცხადების შეფასებისას დღეს შალვა პაპუაშვილმა მოსკოვი და ბრიუსელი ფაქტობრივად ერთ კონტექსტში ახსენა. ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ მათთვის არ არის მნიშვნელოვანი, რას ამბობენ საქართველოს შესახებ სხვა ქვეყნები. მისივე თქმით, ოცნება რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მომხრეა, თუმცა წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაა. რუსეთის ფედერაციამ და ხელისუფლებამ კარგად იცის რა არის წინაპირობა ურთიერთობის ნორმალიზებისა, რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ ნორმალიზებისა და ამის წინაპირობა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება. ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი ნაკარნახევი ჩვენი ეროვნული ინტერესებით და არა ვიღაცის კარნახით. ვინც პატივს არცემს ჩვენ სუვერენიტეტს, იქნება ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი, მნიშვნელობა არა გეოგრაფიულ მიმართულებას. ვინც პატივს არცემს ჩვენ სუვერენიტეტს, შესაბამისი დამოკიდებულებაც გვექნება. არცემ ჩვენ სუვერენიტეტს ბრიუსელი, მათაც მიუთითებთ ამისკენ, რომ მათაც მიუთითებთ, რომ სუვერენიტეტს, რომ როგორც კი პატივს სცემს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, იმ მომენტში, რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობები სხვანაირად დალაგდება. მიხეილ კალუგინი არ არის ერთადერთი რუსი მაღალჩინოსანი, რომელმაც ქართულ ოცნებას საშინაო და საგარეო პოლიტიკა მოუწონა. მსგავსი განცხადება გააკეთა ოცნებერს მარია ზახაროვამაც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ დასავლეთი ქართველებს ხელებს უგრეხს, რადგან ოცნება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას ცდილობს. ივანიშვილის პარტიის მსგავსად ზახაროვამ ქართული ოპოზიცია უცხოეთის აგენტად გამოაცხადა და ბრიუსელის დავალებების უსიტყვო შესრულებაში დაადანაშაულა.